მეგობრებო, ბოსტნეული ყველა მიცის კარგია, ვიტამინებით სავსეა, მინერალებით სავსეა, მაგრამ უმიჯობია ჭამა თუ ორთხილზე გამზადებული, ან უკვე გამზადებული, ან მოშუშული, ან შემწვარი. რომელი ბოსტნეული ჭამა უფრო სასარგებლო. უმი ბოსტნეულში მეგობრებო შედის ფერმენტები და ბოჭკო. ბოჭკო ეს არის, რომელიც ცოცხლობს ჩვენი კარგი ნაწლავის ბაქტერიები, მაგათი საწმელია ეს ბოჭკო, რომელიც ყოველთვის მთელი სოფლიო დეფიციტია ბოჭკო. ბოჭკო არავინ არ ფიქრობს, ჯოგი პროტეინია, ისა 1000 რამეზე ლაპარაკობ, მაგრამ ბოჭკო არა ჭამს. მე ხო იმიტომ გეუბნები, ჯერ ბოსტნეულით დაიწყე თქვენი კვება, ბევრი პრობლემის მოგვარება მე თვითონ ჩვენი ნაწლავიდან მოხერხდება. მაგრამ ჯოგი ადამიანს არ აქვს ეს ფერმენტერები, რომ ნაჭამი უმი ბოსტნეული გადაამოშაო. ჩვენი პენკრიასში არის ეს ფერმენტები, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ბოსტნეული ჭამის მერე იბერება, ჯოგი ბროკოლი ჭამის მერე შებირელობა გრძნობს, ჯოგი კომპოსტო ვერ ჭამს. კომპოსტო წავიდა შიგნით, გაიბერება. ეს არის პრობლემა, როცა აქ 2-3 პრობლემაა. პირველი პრობლემა ეს არის, რომ კუჭში იმ ადამიანს არ აქვს საკმარისი მჟავიანობა. იქ თუ საკმარისი მჟავიანობა არის, მერე მიდის საჭმელი ქვევით. ეს მიდის და ადამიანი როცა გრძნობს საჭმელი ჭამის მერე, ვითომ საჭმელი აქ დევს, არ გადამუშავდა. ეს დაბალი მჟავიანობა. საჭმელი ჭამის მერე თუ მოდის უკან საჭმელი, ეს დაბალი მჟავიანობა. ღამე ძინავს და ეს მწარე წყალი გარეთ მოდის, ეს დაბალი მჟავიანობა. ბევრჯერ ადამიანი ფიქრობს, მე ბევრი მაქვს მჟავიანობა, ეს ესე არ არის. იქ პირიქით დაბალია, იმიტომ არ გადამუშავდება ნაჭამი საჭმელი და გარეთ მოვა, საწავა. ეს უნდა წავიდე ქვევით. კიდე ერთი პრობლემა, როცა ნაწლავებში ჩვენი მეგობარი ბაქტერიები დაბალია, იმიტომ იქ კეთდება ეს გადამუშავება. მაშინაც თუ უმი შეჭამე, არა მარტო ბოსტნეული, ბევრი რამე შეიძლება რძედალიო გაიბერო. ლაქტოზის აუტანოლობა გახდე, გლუტეინის აუტანოლობა გახდე. ეს ყველაფერი ნაწლავშია ეს ჩვენი მეგობარი ბაქტერიები, ეს დაბალი როცა იქნება, გაიბერება უმი ბოსტნეული ჭამის მერე. რატოა დაბალი? იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი ბავშვობიდან არადროს ბოსტნეული არ მოსწონს, სალათები არ აჭამს. ჭამს მარტო რეფენერებული, კოკა-კოლა და ეგეთი საჭმელები. იმიტომ იქ ის ბაქტერიები არ არის და მარტო ცუდი ბაქტერიებია, რომელიც საჭმელის არის რეფენერებული, ტყბილეული, ტორტი, ნამცხვარი, დილიდან თხოვენ მომიტანეს ჩემი საჭმელი. ამ შემთხვევაში მაშინ რა უნდა გააკეთო? უნდა დაანებო ბოსტნეული ჭამა? არა მეგობრებო, იმ შემთხვევაში, ჯერ უნდა ცადო უმი. უმი საუკეთესოა, რა თქმა უნდა, ვერ შეადარებ. მაგრამ თუ ესეთი სიტუაციაში ხარ, რომ იბერები და ვერ ჭამს, მაშინ სხვა გზა უნდა მოზებნო. ან ორთხილზე უნდა გაამზადო, ან ცოტათი უნდა მოშუშოთ. ეს ფერმენტები გარეთვე ტყედება და გადამუშავება ცოტა ადვილი გახდება. მაგისი. კი ბატონო, რაღაცა ვიტამინები იქ რა თქმა უნდა მოკვდება, მაგრამ მინერალები, რომელიც ბოსტნეულში შედის, ბოსტნეულში მეგობრებო, ყველაფერი შედის, ყველაფერი. იმიტომ თქვენ რო დაინახო A ვიტამინიდან დაწყებული K ვიტამინამდე, რაშია ბოსტნეული მაინც პირველი იქნება. იმიტომ თუ უმი პრიორიტეტი იქნება, მაგრამ უმი თუ არა, მაშინ მოშუშული ან ორთხილზე გამზადებული ზე მიდიხარ. და ესეც თუ არ მოგიქდება, მაშინ ფერმენტირებული უნდა ჭამო. როგორც ბანკაში იმზადებიან. კომპოსტო, პამიდორი, ყველაფერი რო შიგნით არის და ბანკებში რო არის ფერმენტირება 1-2-3 თვე რო ბანკაში არის შიგნით მარილიანი წყალში. მაშინაც ადვილი გახდება ჩვენი ნაწლავის ბაქტერიებისთვის მაგისი გადამუშავება. ერთი რამე კიდე გეუბნები. ნელა უნდა დაიწყოთ ბოსტნეულის ჭამა და
ნელა-ნელა ზრდის თქვენ ერთი ჭიქა და ჭამე, მეორე დღე ცოტა მოიმატე, მერე ცოტა მოიმატე, მერე ცოტა ესე ნელა-ნელა შეიძლება უმი ჭამაც და თუ თქვენ დაიწყეთ ჭამა და უკვე არ იბერები და ერთი თვის წინ იბერებოდი და დღეს არ იბერები, ჩათვალე რომ კარგი ბაქტერიები გაიზარდა და თქვენი ჯანმრთელობა უკეთესისკენ მიდის. ხო და უმიჯობია თუ სხვანაირად ნაჭამი ბოსტნეული, რა თქმა უნდა, უმიჯობია ნელ-ნელა მიეჩვიეთ, თუ არა და ნებისმიერი რამით ბოსტნეული, რასაც არსებობს ფერადი ბოსტნეული, შიგნით უნდა წავიდე, თუ გინდა დიდი ხანი იყო ადამიანი ზარმთელი. კარგად და ჯანმრთელად.